და პირველი განცხადება გააკეთა ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ძალიან მნიშვნელოვანია განახორციელოს ჩვენი ოცნება. ჩემი კათოლიკე თაობა ის რომელიც ცდილობდა დაახლოებოდა ევროპას ყოველთვის ვიზიარებდით საერთო ღირებულებებს, საერთო კულტურას და სხვა და ეს მხოლოდ დასაწყისი არის, ეს არ არის დასასრული გზისა, ეს არის ჩვენი ქვეყნების და ევროპეიზაციის დასაწყისი, მისი მოდერნიზებისა, ევროპეიზაციისა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა ელოდებით რაიმე მონაწილეობას წინაღობას რუსეთის მხრიდან ჩვენ შევეცადეთ რომ კონსტრუქტიული დიალოგი გვეწარმოებია რუსეთთან ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამისათვის და ასევე რუსეთმა გვაჩვენა კონსტრუქტიული დამოკიდებულება ჩვენთან მიმართებაში და პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ არ ჩაერევა საქართველოს ასოციაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხედავთ ვერანაირ ხელისშემშელ პირობებს ჩვენ პროცესისათვის რას ფიქრობთ საკრებულო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებასთან დაკავშირებით რომ ისინი მიიღებენ გარკვეულ ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ უკრაინაში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ახალ არჩეული პრეზიდენტი პოროშენკო მონახავს გზებს რომ დაარეგულიროს ურთიერთობები რუსეთთან და გამოვიდეს ამ კრიზისიდან და დასავლეთ თარობაზე რუსეთის მხრივ ზეწოლა ძალიან გაძლიერდა და გძნობთ ამას თქვენ სიტუაციაში ჩვენ ძალიან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს საქართველოში ამ მხრივ იმიტომ რომ ჩვენ გვინდა დავარეგულიროთ ნორმალიზება მოვახდინოთ რუსეთთან ურთიერთობებს და ძალიან პრინციპულები ვჩებით ამ მიმართებაში ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ჩვენი სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში გართულებებს არ კონდეს ჩვენ ყველა მეზობელ ქვეყანასთან გვინდა კარგი ურთიერთობა კონდეს და ძალიან მათ შორის რუსეთთან და გვინდა განვაცხადოთ რომ საქართველოს ევროპასთან გაერთიანების პროცესი შეუქცევადია და ეს ჩვენი სურვილი რომ კონდეს ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა მათ შორის რუსეთთან ჩვენ ნახეთ რომ სიტუაცია უკრაინაში აღმოსავლეთში განსაკუთრებით უკრაინისა რასთან დაკავშირებით ძალიან შეშფოთებულია დასავლეთი რუსეთი არ აკეთებს აქ საკმარისად რომ განვიხილოს სიტუაცია როგორ ფიქრობთ უბრალოდ საჭიროა მეტი ძალისხმევა დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ ზეწოლის განვითარებაზე საჭირო არის დიალოგი ეხლაც მიმდინარეობს მაგრამ სხვა გზა მე ვფიქრობ რომ არ არსებობს დიალოგის გარდა სხვა გზა ამ სიტუაციის თქვენ ფიქრობთ რომ ზეწოლა რომელზეც ლაპარაკობდა პრეზიდენტი პოროშენკო და რომელსაც ააგრძელებს რუსეთი ჩვენ გქონდა ამაზე საუბრის საშუალება მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ გარკვეულ გადაწყვეტებზე ამასთან დაკავშირებით მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავამეორო რომ დიალოგი არის ერთადერთი გადაწყვეტა ამ შემთხვევაში ამ კრიზისიდან გამოსავლისა ვფიქრობთ რომ სეპარატისტები რუსეთის გავლენა განსაკუთრებით ევროპის საზრუნავი არის დღეისათვის მე ვფიქრობ რომ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ჩემ ქვეყანაზე რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული გზა ჩვენ დავამტკიცეთ რომ ჩვენი პოლიტიკა ძალიან წარმატებულია და ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და არავინ ძალიან კარგი ნათელი იყო ჩვენი მხრიდან ახლა გავამახსოვრეთ რომ ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს რომ გავხდეთ ამ ევროკავშირის წევრი როგორც ფიქრობთ რუსეთი ევროპაში ძალიან ბევრი ქვეყანა მათ შორის იტალიაც მათ გამოთქვეს გარკვეული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და ისინი ცდილობენ რომ დაუშვათ უკუაგდონ უფრო ძლიერი ზემოქმედება აგრესია რუსეთის მხრიდან ყოველ კონფლიქტში არ არის სხვა ალტერნატივა გარდა მშვიდობიანი დიალოგისა მე ვფიქრობ რომ სწორედ ეს არის ის გზა რომელიც ევროპამ აირჩია და ეს არის ის გზა რომელიც უკრაინის მთავრობამ აირჩია და ეს მიგვიყვანს გადაწყვეტილება დიდი მადლობა ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელი ასოცირების ხელმძღვანელის ხელმოწერას უსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს რომელმაც მისა ინტერვიუ ტელეკომპანია CNBC-ს თქვენცით რომ დღევანდელი დღე ასოცირების გაფორმება საქართველოსთან არის
წამყვანი ტელეკომპანიებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი თემა და სწორედ ხელშეკრულების ცერემონიის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მისცა ინტერვიუ და პირდაპირ ეთერში ჩაერთო CNBC-ს.